ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბოლო ხანების განმავლობაში უცხო აღარ არის საქართველოსთვის. არც პირველია და ალბათ არც ბოლო ოჯახი, რომელიც პოლიტიკური შეხედულების გამო ზეწოლის შედეგად ტოვებს ქვეყანას. ბათუმში მცხოვრები მდ საჯარო მოხელე იყო, მაგრამ 2024 წლის ოქტომბერში უკიდურესმა პროტესტმა ქუჩაში გაიყვანა და საპროტესტო აქციებში ჩაერთო ქმართან ერთად. აქტიური პროტესტის გამო მიიღო გაფრთხილება, რომ თუ აქციებზე სიარულს თავს არ დაანებებდა, სამსახურს დააკარგვინებდნენ. პასუხად კი ქალი საჯარო სამსახურში მზია ამაღლობელის პოსტერიანი მაისურით მივიდა. შედეგადაც არ დააყოვნა და სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ესეც არ აკმარეს და ყველა სამუშაოს კარი დაუხურეს. ოჯახი არასრულწლოვანი შვილით უუკმაყუროდ დარჩა. მაგრამ ესეც არ აკმარეს, თითქმის ყოველ მეორე დღე ოჯახზე იყო ზეწოლა, როგორც სიტყვიერი, ისე ფსიქოლოგიური. მერე კი დმ-ს ქმარზე, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო, დაიწყო ფიზიკური ანგარიშწორებაც. კაცმა ქვეყანა დატოვა იმ იმედით, რომ ცოლ-შვილს პურის ფულს მაინც გამოუგზავნიდა და ყველაზე მთავარი, ეგონა ქალზე და ბავშვზე ზეწოლა შეწყდებოდა, მაგრამ აქაც შეცდნენ. ქმრის წასვლის შემდეგ ქალზე ზეწოლები გაორმაგდა და მეტიც. 1 დეკემბერს უკვე სახლში მიაკითხეს და ბავშვის თვალწინ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. მოითხოვეს აღარ წასულიყო ქალი აქციაზე და გაეხადა მზია ამაღლობელის პოსტერიანი მაისური და თუ არ დაემორჩილებოდა მოთხოვნას, ქმარსაც ყურებით ჩამოათრევდნენ საქართველოში. ორივეს დაიჭერდნენ და ბავშვი უპატრონო დარჩებოდა. ქალი იძულებული გახდა ბავშვთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა. ქვეყნის დატოვებამდე ქალმა მოახერხა ჩვენთან დაკავშირება და მცირე ინტერვიუ მოგცა. იძულებული ვარ მოგცეთ ინტერვიუ, რადგანაც ის ერთადერთი დაცვის მექანიზმია ჩემთვის. 2024 წლის ოქტომბრიდან ჩართული ვარ წინააღმდეგობრივ აქციებში ხელისუფლების წინააღმდეგ. რაზეც ვქონდა ეჭვი პირად საუბრებში მოწამვლასთან დაკავშირებით, BBC-მ დაგვიდასტურა რუსმა ხელისუფალმა მოწამლა საკუთარი ხალხი სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებებით. სამსახურიდან გამათავისუფლეს იმ მიზეზით, რადგანაც სამსახურში მივედი მაისურით მზიან პოსტერით. რისი საშუალებაც მქონდა, ან ვისთანაც შემიძლია მეთხოვა დახმარება, ყველას მიუმართი ამ უსამართლოდ ტანჯულ ქვეყანაში. არასამთავრობოსგან მივიღე პასუხი, თუ შესაძლებელი მექნებოდა დროებით დამეტოვებინა ქვეყანა. იმიტომ გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება, რადგანაც გვრძნობ საფრთხეს. აქ დარჩენა თვით განადგურება იქნება ჩემთვის. 1 დეკემბერს, როდესაც ვიმყოფებოდი ჩემს შვილთან ერთად მარტო სახლში, მომაკითხეს და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. კონკრეტულად გამაფრთხილეს, რომ შევეშვა უნდა ქალბატონი მზიას პოსტერიანი მაისურით სიარულს და ტყუილების გავრცელებას. და თუ არ მოვიქცევი, ყურებით ჩამოათრევენ ჩემ ქმარს და დაგიჭერთო. ძალიან შემეშინდა, რადგანაც ვერავინ ვერ დაგვიცავს. ჩემი ქმარიც იგივე ზეწოლით დატოვა ქვეყანა. ახლა კი მე და ჩემი შვილი ვართ საფრთხის წინაშე. ხოვთ, სანამ ქვეყანას არ დავტოვებ, დაიცვათ ჩემი კონფიდენციალურობა. იძულებით ტოვებ ჩემს ქვეყანას, მე კი იქედან გავაგრძელებ ბრძოლას გამარჯვებამდე. დადგება დრო და ყველანი გასამართლდება. ქალბატონი მზია თავისუფალი იქნება და მეც შევძლებ დაუბრუნდე ჩემს ქვეყანაში. ქალთან საუბრის შემდეგ მდ-ს ქმარს გავესაუბრეთ, რომელიც თვითონ დაგვიკავშირდა დაფარული ნომრით და შესაბამისად, ვინც არ უნდა გთხოვოს, კაცის კოორდინატები ჩვენთვის უცნობია. მე განერვიანებული და შეშინებული ვარ. მინდა რომ ჩემო ცოლ-შვილმა უსაფრთხოდ დატოვოს ქვეყანა და წამოვიდნენ, რადგან მე ქვეყნის დატოვება მომიწია არსებული პრობლემების გამო. მე ვფიქრობ, თუ გავშორდები და წავიდოდი ქვეყნიდან, ჩემი შვილი მაინც გაიზრდებოდა საქართველოში, მაგრამ როგორც ხედავ, ამის საშუალება აღარ არის. დიახ, მე დავტოვე ქვეყანა, რადგან მოვიდნენ ჩემი მეგობრები, ახლობლები, მითხრეს, რომ რამოდენიმე დღეში უნდა დამატოვებინა ქვეყანა, რადგან დღემდე ვარ და ვიქნები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ბათუმის ორგანიზაციაში. და როგორც კი საშუალება მომეცემა, ჩემი ფინანსებით ვეხმარები და დღემდე ვეხმარები. ეს ქვეყანა არის ჩემი შვილის და თქვენი შვილების და ვიბრძოლებ თავისუფლებისათვის. თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება. არავინ იცის, ვინ იქნება ზეწოლის შემდეგი ობიექტი.
მოდო კი ვარაუდობს, რომ დადგება დღე, როდესაც ის და მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნებას შეძლებენ.